მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მე-6 კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. ქრისტიანები ამ დღეს ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. 10-12-დან რიგით პირველი ეგრეთ წოდებული მოძრავი დღესასწაული ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება ეკლესიის წინამძღვარმა მამა ილია ჭოველიძემ აღავლინა. დღეს არის ზეიმი სულისას, დღეს არის ზეიმი ღირსებისა, გამარჯვებისა, ცოდვაზე გამარჯვებისა, ჩემო ძვირფასებო. ესეთი ზეიმი, როგორიც დღეს არის, არც ერთი 10-12-თაგანი არც ერთი ზეიმი არ არის, არ აღინიშნა ისე ხალხმრავლად, როგორც აღინიშნა ბზობა. მაშინ, როდესაც ქრისტე დედამიწაზე იყო, ხალხი ზეიმობდა ქრისტეს შემოსვლას იერუსალიმში და მოდიოდნენ ყველა კუთხიდან ხალხი, მაგრამ ამის მიზეზი იყო ის, რომ ქრისტემ აღადგინა 4 დღის მიცვალებული ლაზარე. ლაზარეს აღდგენას იმხელა მნიშვნელობა ჰქონდა ღვთისადიდებელად, რომ მთელ ქვეყანაზე გავარდა ეს ხმა და ყველანი მოდიოდნენ იმიტომ, რომ ეს სასწაული ეხილათ ლაზარე, მკვდრეთით აღდგომილი, რომელიც 4 დღის მიცვალებული იყო. ჩვენ გუმართებს მთელი ჩვენი ცნობიერებით, მთელი ჩვენი გულით, მთელი ჩვენი სიყვარულით, ქრისტეს მიერი სიყვარულით გავყვეთ ქრისტეს. მიუყვეთ ქრისტეს და ჩვენ შევიდეთ იერუსალიმში. ჩვენს გავიმარჯვოთ საკუთარ უნებებზე, საკუთარ ცოდვებზე და გქონდეს ის სინანული და ის თავმდაბლობა, რომელიც გააჩნდა თვითონ მაცხოვარს ჩვენსას უფალს იესო ქრისტეს. ჩვენ 21 საუკუნია ქრისტეს რჯულს ვქადაგებთ და მიუყვებით ქრისტეს. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც ილია მართალმა თქვა, რომ ქრისტეო ეცვაო ჯვარზეო, მთელი კაცობრიობისათვისო, საქართველო ქრისტესთვისო. აი ის ხალხი ვართ, ჩემო ძვირფასებო, არ დაგავიწყდეთ. რამხელა პასუხისგებლობა გვაქვს ჩვენ. რამხელა ტვირთი გვადევს ჩვენ ხრებზე, ჩვენი წინაპრებისგან წამოსული. ის ღირსეული ხალხისგან წამოსული, იმიტომ რომ ადამიანის სახე და ადამიანის ღირსება ჩანს ადამიანის ვალდებულებებში და ღირებულებებში. და როდესაც სულით ხარ ძლიერი, უკვე ხორცი ემორჩილება შენ სულიერებას. რასაც ყველას გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო, ყველას გისურვებთ, რომ ისე გვეცხოვროს და ისე გვეცოცხლოს ამ ქვეყანაში, რომ დიდრები ყოფილიყავით. ჩვენზე მდიდრები, არ ვიცი, სხვებიც ყოფილიყვნენ კაც, მაგრამ ჩვენ ყოფილიყავით დიდრებით, აი ამ სულიერი, აი ამ მდგომარეობით და გვეხაროს, იმით გვეხაროს, რომ ჩვენ ვართ ღვთისმსახურნი და ჩვენ ვართ აი ის ხალხი, რომელ ხალხსაც და რომელ ერსაც ერთ დღეში 100,000-ზე მოწამე ყავს. ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ, მრავალ ბზობას დაესწარით და აი ამ დღის მადლი და ამ დღის აი ეს სიხარული ხარავდეს სრულიად საქართველოს. იცოცხლეთ და იხარეთ. მაცხოვრის იერუსალიმში შესვლას განსაკუთრებული მოვლენა უძღვდა წინ. იმ დროისთვის ყველას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა. საკუთარი თვალით ეხილათ ადამიანი, რომელმაც ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ ებრაელი ხალხის უმრავლესობამ ქრისტე ღმერთად იწამა. ამიტომაც აქვს ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა. სწორედ ამ დღეს უფალი იესო ქრისტე დიდებით შედის იერუსალიმში, მას უფენენ ყვავილებს, ბზებს და ისმის დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. ესე ხვდებიან ხალხი ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობა დღეს. მე ეს დღე მინდა მიულოცო მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს მსოფლიოში. ღმერთი უფალი გფარავდეთ და გიხაროდენ მრავალჟამიერ. დღეს არის ჭეშმარიტების ზეიმი, სამართლიანობის ზეიმი, ერთგულების ზეიმი, ჭეშმარიტი თავისუფლების ზეიმი. აი ყველანაირი სიტყვა, ყველანაირი ეპითეტი, რაც კი ქართველებს საუკეთესო მოგეძებება, დღევანდელი დღის დატვირთვა აქვს და დღევანდელი დღის მნიშვნელობა აქვს. გამორჩეული დღეა ერთ-ერთი 12 დღესასწაულთაგან და მე მინდა რომ ყველას მიულოცო ეს დღე, რომ ჩვენს გულში, ჩვენს სულში ყოფილიყოს მშვიდობა, ყოფილიყოს თავისუფლება და ყოფილიყოს სიყვარული, რაც ყველაზე მთავარია, რაც გადაგვარჩენს ქართველებს და მთლიან საქართველოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს ბზობა ბაიაობას, სრულიად საქართველოს, ჩვენ რაიონს და
ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ ჩვენ საქართველოს და მრავალი ბრძობის დღესასწაული გვეზეიმოს და აღდგომამოდის და აღდგომასაც ერთად შეხვედრილიყავით ჩვენ გამწყნებულ გამთლიანებულ საქართველოში. იერუსალიმისკენ დიდებით მიმავალ მაცხოვარს ხალხის ნაკადი სამოსელს უფენდა. ზოგს კი პალმის, ბზის რტოები ეკავა ხელში და ასე ეგებებოდნენ მას. ამიტომაც სიმბოლურია, რომ ქრისტიანებს ეკლესიებში ნაკურთხში ბზა, სახში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.